გუშინ მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა ნატოს ახალ გენერალურ მდივანთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ ნატოს პაკეტის შესახებ და მის იმპლემენტაციაზე, მის განხორციელებაზე. დავსახეთ გეგმები, ჩვენ თებერვლისს გვექნება უფრო მეტი, ასე ვთქვათ, უფრო საბოლოო ჩამოყალიბებული სურათი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პაკეტის განხორციელება. რასთავარია განწყობა არის ძალიან დადებითი, ძალიან პოზიტიური, მათი შეხედულები არის ძალიან, ასე ვთქვათ, პოზიტიური და ოპტიმიზმით აღსავსე. ნატოს გენდივანს მე გავაცანი ახალი მინისტრი, თავის მინისტრი ბატონი ჯანელიძე მინდია, მასაც ჰქონდა საუბარი მათთან და მიმაჩნია რომ ახალი ეტაპი იწყება ჩვენი და ნატოს ურთიერთობებში. ეს რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობებს, რაც შეეხება ევროკავშირს, მე მინდა გითხრათ რომ ეს ხო პირველი, ასე ვთქვათ, ევროკავშირის საქართველოს საბჭოს შეხვედრა, რომელიც პირველად გაიმართა ავსტრიის ხელმოწერის, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. იყო ძალიან ნაყოფიერი, ძალიან სამუშაო გარემო, ძალიან ასე ვთქვათ, შედეგიანი, მე ვიტყოდი, ჩვენ დავფარეთ თითქმის ყველა ასპექტი, ყველა საკითხი გავიარეთ და მე მინდა გითხრათ რომ მოსახლეობას ვუთხრა რომ მთლიანი ევროკავშირი ერთხმად აღიარებს რომ საქართველოს მიაღწია ძალიან ბევრ შტამბეჟდავ რეფორმას და გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები. ყველა სფეროში პრაქტიკულად, ძალიან მოკლე პერიოდში, ასე რომ ისინი ერთხმად აღიარებენ ჩვენს წარმატებებს. აქ არის აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. ის რაც საქართველოში არ ჩანს და ჩვენი ევროპელი პარტნიორები, მეგობრები აფასებენ იმ მიღწევებს, რაც ჩვენ მივახცეთ ამ ორ წელიწადში. რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება საქართველოში, ეს არის კარგად ნაცნობი ეკონომიკური სიდუხჭე, უმუშევრობა და შემდეგ ამის დაკავშირებით ჩვენ ქონდა საუბარი, კონსულტაციები გვაქვს, ისინი ძალიან აღთქმულებულები არიან, რომ ჩვენ ამ რთულ პერიოდში, კრიზისის პირობებში გვაქვს 6%-იანი ზრდა, რაც არის მართლაც დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობის და ჩვენ დღეს მით უმეტეს ვინაიდან ახალი ხელმძღვანელობა დაინიშნა ევროკავშირში, ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ პირად გავცნობოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს მე პირად ვიცნობდი, მაგრამ აუცილებელი იყო ასე ვთქვათ პირადი კონტაქტების ჩამოყალიბება და მე მოვიწვიე კომისარი ჰანი საქართველოში, ასევე ქალბატონი მოგერინის ჩამოგზადება მომავალ საქართველოში. მე ვაპირებ რომ უახლოეს პერიოდში შევხვდე ევროკომისიის პრეზიდენტს ბატონ იუნკერს, ასევე კომისიის პრეზიდენტს ბატონ ტუსკს, მოგვიანებით როცა ისინი ოფისში დაბრუნდებიან. ასევე მე მინდა გითხრათ რომ საბოლოო ჯამში ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენი ასე ვთქვათ იმპლემენტაციის პროცესი. ისინი ერთხმად აღიარებენ რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად დროულად დავასრულეთ ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზა, ჩვენ გადავიდეთ მეორე ფაზაზე და არ გვაქვს ჩამორჩენა პრაქტიკულად არც ერთ ნაწილში. პირიქით, ჩვენ გვაქვს წინსწრებით ვასრულებთ ჩვენს ყველა გეგმას და მივუყვებით ამ განრიგს.